გამარჯვენი დარტყმა და ზუსტი არის 3-0 დაწინაურდნენ მასპინძლები მატჩის მზადებით. ციკლაური მოდი იყო. ოლში თუმცა შემდეგ კარგი დაცვთი ძალიან კარგი იყო. აქ ლუკა კოხია არასწორი მხრიდან იყო, რაზეც ანიშნა კიდევაც შოთამ და აქ ახლოს არიან ლელოსთან და მატჩის პირველი ლელო. მატჩის პირველი ნუკრი ფერსელიძე კარგი იყო. მარტივი პოზიცია არ უნდა გაუჭირდეს აქედან. წესით ორბენი დარტყმა და გაიტანა. ხო, რეზი დიდი წლებია ის ბათუმის რიგებში ირჯება. ეს ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ქართველი გულშემატკივრებისთვის, იმიტომ რომ ყველაზე დაძაბული თამაში იტალიასთან გველოდება აქ წინ თამაშის უპირატესობით სარგებლობს ხარები მივოდონ თავი და შემდეგ კარგი გაჭრა იყო როკონდინონო შეუძლება პასის გაკეთება აქ, მაგრამ თვითონ დაასრულებს. კარგი იყო აქ, კარგი იყო და ანარე ტუიტაი უნდა იყოს წესით. ტუიტაი ბოდიში უკაცრავად წესით ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ტუიტაის ხუციშვილის რაფი გატანა. ისევე შეიძლება ფეხი თამაში, მაგრამ დააფარა აქ ახლად შემოსულმა. კარგი იყო. აქ რა ხდება და შეიძლება ლელო. ნახოთ საჯის გადაწყვეტილება და ძალიან საინტერესო მომენტი იყო აქ. რა და როგორ მოხდა? გადამოწდება თუ არა ეს მომენტი ყველაფერი კი დაიწყო. ითამაშებენ და განმოხტავენ ბათუმელებს ტემპის დაგდება უფრო აწყობთ ვიდრე რუსთაველებს და აქ ნახოთ რას მოიმოქმედებს აქ ტუიტაი როგორი კონტაქტი იყო და ეს დროშა მინიმუმ იმაზე მიუთითებს რომ იოსებ ჯაფარიძე თითქმის იდეალური თამაში თითქმის იდეალური აი ემოციებს და ყველაფერს აყვა ჩემი აზრით და უბრალოდ ოდნავ ზედმეტი მოუვიდა. ეზი ჯინჯოლაშვილი გამორბენი და გავიდა და 21-8 უფრო და უფრო რთულდება მასპინძლების სიტუაცია. ზღვისპირელები კი წინააღმდეგ გაძევდა კიდევაც და ახლა რეზი ჯინჯოლაშვილის ჭარიმას მივოდენოთ თვალი და დარტყმა და გავიდა 24-8 რითაც ინაღდებს კადრში კი იოსებ ჯაფარიძე და რითაც ინაღდებს ბათუმი დღევანდელ მატჩში გამარჯვებას და ასეთი დაცვის შემდეგ აქ ჯულუხაძემ და აქ გაათამაშეს ბურთი. ჯულუხაძემ კარგი დაცვა ითამაშა, გაათამაშეს ბურთი და დრო დამთავრებული არის. საინტერესო და კარგი თამაში გამოვიდა 24-8. მადლობას გიხდით ჩვენი მოსმენისთვის პირველ რიგში. წარმატებებს გისურვებთ, წარმატებებს უსურვებთ ორივე გუნდს და საინტერესო ფაზაში შედის კიდევ ერთხელ დიდი 10.